საქართველოს დასავლეთისგან იზოლაცია, რაც ჯერჯერობით იკითხება საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაში არჩევნებზე, ეკონომიკურად საკმაოდ ძვირი დაგუჯდება ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს დღეს. ყველას ერთი კითხვა გვაწუხებს, რა იქნება შემდეგ და როგორია მოსალოდნელი სცენარი. ეკონომისტების ნაწილი ირწმუნება, რომ ხელისუფლებამ ეგრეთ ერთგვარი ფსონი დადო, რომ ამ არჩევნებით საერთაშორისო აღიარებას ისევე მოიპოვებდნენ, როგორც ეს შეძლეს მაგალითად გასული წლების არჩევნების დროს. რეალურად კი მმართველ გუნდს არჩევნების საერთაშორისო ლეგიტიმაცია ძალიანაც აღელვებს, რადგან სხვა შემთხვევაში გარდაუვალი ფინანსური სანქციების წინაშე დგანან. გვახსოვს ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის სიტყვებიც, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის ვიზა ლიბერალიზაციის დროებით შეჩერებაც, რაც არჩევნების შედეგებზე გახლდათ დამოკიდებული. ეს ყველაფერი ერთობლიობაში და მოლოდინი, რომ ფინანსური სანქციები დაიწყება, რომ ვიზა ლიბერალიზაცია შეჩერდება, საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი ნეგატიური შოკი იქნება. ეკონომისტების შეფასებით მნიშვნელოვნად შემცირდება დასავლური დახმარებები, ამასთან ქვეყანაში უცხოური ვალუტის გაცილებით უფრო ნაკლები შემოდინება დაიწყება, შემცირდება ინვესტიციები, ინფრასტრუქტურული პროექტები, შემცირდება ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი, დაიწყება კაპიტალის გადინება, არარეზიდენტების მხრიდან დეპოზიტების შემცირება, სებიკი შემცირებული რეზერვებით დარჩება და აღარ ექნება ლარის გაუფასურების შეკავების ბერკეტები. ყველაფერი ეს კი ავტომატურად აისახება ამ ქვეყნის მოქალაქეების შემოსავალზე, ფასებზე და მოკლედ მათ ჯიბეზე. ეკონომისტების თქმით, დასავლელი ინვესტორები უარს იტყვიან ამ ქვეყანაში ინვესტირებაზე, რაც მომავალში სამუშაო ადგილებსაც შეამცირებს. მოკლედ, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა და დახმარებების შეჩერება დიდ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წავა პოლიტიკური სიტუაცია. თუ პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო მეტად დაიძაბება, თუ საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით და ზოგადად საქართველოს დემოკრატიასთან დაკავშირებით გაჩნდება დამატებითი კითხვები, რა თქმა უნდა არ არის გამორიცხული, რომ კაპიტალის გადინებას დაიწყოს ქვეყნიდან, ლარის კურსის გაუფასურდეს, ახალი ინვესტიციები მოვიზიდოთ კი არა პირიქით, რაც არის ისინი, ვინც არის ამ ქვეყანაში შემოსული ინვესტორი, ისიც კი გავიდეს, რაც თავისთავად საბოლოო ჯამში არა მხოლოდ ხვილ ქართულ ბანკებზე და ხვილ ბიზნესზე, არამედ საშუალო და ნაკლებად ხვილ ქართულ კომპანიაზე. ყველა კომპანიაზე აისახება ესეთი ქვეყნები, როდესაც აცხადებენ, რომ ისინი გადახედავენ საქართველოსთან ურთიერთობას და წყვეტენ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობას, რა თქმა უნდა არის ძალიან უარყოფითი სიგნალი ზოგადად ინვესტორებისთვის, რომ ამ ქვეყანაში ესე იგი რაღაც პრობლემები და შესაძლოა ეს პრობლემები იყოს არა მოკლევადიანი, არამედ გრძელვადიანი. თუ ეს განცდა ექნებათ ინვესტორებს, რა თქმა უნდა ეს აისახება და ამას ჩვენ ყველა გავიგებთ და ვიგრძნობ სცენარი, სადაც დიდი ნეგატიური შოკი გვექნება, იმიტომ რომ ეს წარმოიდგინეთ რას გულისხმობს. ეს გულისხმობს დასავლური დახმარებების მნიშვნელოვან შემცირებას, რაც არის უცხოური ვალუტის გაცილებით უფრო ნაკლები შემოდინება ქვეყანაში და მნიშვნელობა არ აქვს ამას ვინ იღებდა საბოლოო ჯამში ეს გადაეცემა მთელს მოსახლეობას. აი მაგალითად ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რასაც ახორციელებდნენ, იქ ნაწილობრივ ხო ქართველები იყვნენ დასაქმებული, ან ნაწილობრივ საქართველოში წარმოებულ საქონელს და მომსახურებას შეიძენდნენ და ასე შემდეგ და ამგვარი პროექტები მთლიან ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს და თუ კი დახმარებები შემცირდება, ასეთი პროექტების განხორციელება შემცირდება, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი გაუარესდება, ინვესტიციები შემცირდება და ასე შემდეგ, ეს ხადია იქნება დიდი ნეგატიური შოკი. არ ცნობ საქართველოში არჩევნების შედეგები და ხადია რომ ამას აუცილებლად უკვე ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე, რაც აისახება პრესიერად ლარის კურსი, ეროვნული ბანკის რეზერვები ამოწურვადია და აუცილებლად მივალთ იმ მომენტთან, უკვე როდესაც ლარის კურსი მყისიერად დაიწყებს გაუფასურებას, ეს აისახება ფასების დონეზე და ცხოვრების დონის შემცირების, ანუ ცხოვრების დონის კლების ტენდენცია დაიწყება. გავხდებით მაინც ამ სამყაროსგან იზოლირებულები, აღმოჩნდებით და გრძელვადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს ისევ და ისევ უარყოფითად დაატყდება ქვეყნის ეკონომიკას.
ამ ყველაფრის ფონზე კი მუშაობა გაუჭირდება კერძო სექტორსაც. ჩვენთან საუბარში ბიზნესის ნაწილი ცალსახად ადასტურებს, რომ თუკი ამ არჩევნების საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნება, ბიზნეს გარემო გაუარესდება. მაგალითად, რესტორატორების წარმომადგენლების ნაწილი ცალსახად საუბრობს იმაზეც, რომ მომხმარებლები იკლებს, შესაბამისად მათ ფინანსებთან ერთად კადრების შემცირებაც მოუწევთ. მოკლედ, ბიზნეს და ქვეყანას საკმაოდ რთული ზამთარიელის ყოველ შემთხვევაში ასეთია შეფასებები დღეს. ეკონომიკური მოლოდინებით ცალსახად შეცვლილია, ეკონომისტების განცხადებით ეფექტი ნეგატიური იქნება და დიახ, მოსალოდნელი სანქციები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება პირველ რიგში იზოლაციას ნიშნავს, ასეთ შემთხვევაში კი მაღალი ეკონომიკური ზრდა და უკეთესი პერსპექტივა არ იქნება.